მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამ ვარსკვლავები გვანსტუბენ, მე ასტროლოგი ტელწამყვანი მიხეილ ცაგარელი, კვლავ თქვენთან ერთად ვარ და ვსაუბრობთ ჩვენ ასტროლოგიაზე, იმაზე თუ როგორ იქნება ეს კვირა, ანუ 6-12 აპრილის შუალედი, ზოდიაქოს ნიშანთათვის რა ტენდენციებია მოსაოდნელი ამ პერიოდში. და პირველ რიგში მოვიტანხმოთ, რომ შემდეგი კვირა დღე ეს არის თქვენ იცით დიდი დღესასწაული საქრისტიანოში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ამიტომ ჩვენ გადაცემა არ გვექნება და შევხვდებით ერთმანეთს უკვე ორი კვირის შემდგომ, ანუ 19 სექტემბერს, ანუ შემდეგი კვირა მაინც ასეა თუ ისე პატივი მივაგოთ ამ საოცარ დღესასწაულს და ჯობია რომ გავაცდინო და ალბათ 19-ში შევხვდებით. აი ესე. ამიტომ მე ვეცდები რომ ხა დღეს გარკვეული ინფორმაცია მოგაწვევთ იმ შესახებ თუ რა ტენდენციებია მოსაოდნელი. უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ზოგადად უახლოეს ორ კვირაში ამასაც შევეხებით და პირველ რიგში ესე იგი მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, იმიტომ რომ აქ ესე იგი ირკვევა რომ ადამიანები კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა სამწუხარო ამბავი რომ უსმენენ პირველ ნაწილს და ბოლოში არ უსმენ რატომღაც და როცა ადრე ვამბობდი სულ ტელეფონის ნომერს ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ბოლოსკენ ზეგი ნახევარზე მეტმა ვერ გაიგო. და ნუ წვალებით აი ესე მოდიან ვიღაცისგან რაღაცა გაიგეს შემთხვევაში კიდევ ერთხელ მინდა ესე ყველას თავიდანვე უთხრა ვისაც აქვს სურვილი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა ესე იგი შეგვეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38. იმეორებ 599 91 52 38. ოღონდ თუ ხართ ნამდვილად მზად იმისთვის რომ თქვენი კოსმიური მისია შეასრულოთ, თორე მასა ეხლა დღესაც შემხვდა ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იყო ჩემთან დაახლოებით 3 წლის წინ, შემახსენა თავი და მითხრა, რომ იცით რა, აი მე რო ვიყავი თქვენთან 3 წლის წინ, იმის მერე ჩემ ცხოვრებაში არაფერი არ შესრულა. ნუ ახლა მას ეკონა რომ დავაბნევდა ახლა და ასე შემდგომ და მე ასე დროს არ ვიბნევი თავისთავად და მაგ ეგრევე მომიტავრე კონტრკითხვა, სად გაქვთ პირად ჰოროსკოპში შავი მთვარე და რას ნიშნავს იგი? არ მახსოვს იყო პასუხი მისგან. რა კოსმიური მისიით მოხვდით ამ ცხოვრებაში? არ მახსოვს. კარგი ბატონო, გამოსავალს იქონდათ პრობლემები იყო ენერგოდაბინძურებასთან დაკავშირებით, ჩემი კითხვა, პასუხი იყო თქვენ და მაშინ მისულიყავით და გამოგელოცათ ხო, გააკეთეთ? არა, აბარათ უნდა შეიცვალოს კითხვა ისმის ხო? თუ კი თქვენ არაფერი არ გააკეთეთ, ჩვენი საუბარი და შეხვედრა ყოველთვის შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი არის ჩემი, როდესაც მე 2-დან 3 საათამდე აი ამაზე უფრო სწრაფი ტემპითაც დრო და დრო გესაუბრები და გაწვით უზარმაზარ ინფორმაციას, რომელსაც დამერწმუნეთ არც ერთი ასტროლოგი არ აძლევს, იმიტომ რომ ვიცი სხვები როგორ მუშაობენ და 1 საათში უშვებენ ადამიანებს ზოგჯერ უფრო მალეც და მათი რანდევუ თავდება ძალიან ზედაპირული ინფორმაციით. მე მოდიან ჩემთან და ამბობენ რომ ეს სხვა რამეა. ხო, იმიტომ რომ ესეთი რამ მათგან არ გაუგიეთ. მე შესაბამისად ვერც გაიგებენ, იმიტომ რომ მე აქ ვდებ თელ ჩემს სულს და გულს, თელ ინფორმაციას 2-დან 3 საათამდე მაგ ორი ყველაზე ცოტა. ხშირად 3 და 4 საათის ყოფილა და მეტიც საუბარი, როდესაც ადამიანი ბოლოში იმდენად გაუგენებული ამ სხვა ინფორმაციით, რომ ზოგჯერ იმასაც ისიც არ ახსოვს, საიდან შემოვიდა გასასვლელი კარები სად იყო. მაგრამ რის თქმა მინდა რომ ჩვენ გავდივართ ამ დროს პირველ ნაწილს, ხო, როცა მე გავწვით უზარმაზარ ინფორმაციას თქვენი კოსმიური მისიის შესახებ. მაგრამ ახლა ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მეორე ნაწილი, ამასაც ვაფრთხილებ ყველას, ანუ ეს რა არის, უკვე ამის პრაქტიკული რეალიზაცია. რაც მე მოგაწოდეთ, რაც თქვენ გაიგეთ, იმიტომ რომ კითხები როცა ადამიანი მეუბნება ბოლოში აღარ მაქვს ყველაფერი გასაგებია, ესე იგი მე უნდა დაიწყოს მეორე ეტაპი, რეალიზაცია, ამისი პრაქტიკული გარდასახვა. აი უმრავლესობა სამწუხაროდ ამ მეორე ნაწილს არ აკეთებს. ეზარება, თან ბეზდება, თან არ იწუხებენ თავს, არ მაცობენ და შემო. მე სამაგეროდ პრეტენზიები არის, აი ესე ქუჩაში გამაჩერებენ, მეუბნება იცით რა, მე არაფერი არ შემცვლია ცხოვრებაში. და არ შეგეცვლებათ. თუ კი თქვენ მეორე ნაწილი არ გაიარეთ, ორი ნაწილისგან შედგება, ხო, ეს მნიშვნელოვანი პროცესი. პირველ ნაწილს მოусმინა და მეორე ნაწილი აღარ განახორციელეთ, მაშინ რატომ უნდა ახსოვდეს, ხო? მასე რომ მარტო მოსმენით იყოს, მაშინ მე შემიძლია აგერ ტელემაყურებლის მეშვეობით ამ დინამო სტადიონზე შევკრიბო ეგრე 60,000 ადამიანი და ლექცია წაუგით, ხო, ამისგან ბედგვალი არ იცვლება. ბედგვალი იცვლება, როცა ეს ორივე ფორმა რეალიზაციაში მოდის, ჯერ მოისმენთ, გაიგებთ და მე უკვე ამის რეალიზებას ახდენთ. ამ შემთხვევაში, ამიტომ ვინც არის ამისთვის მზად, შეგვეხმიანეთ 599 91 52 38. შეადგინოთ პირადი ჰოროსკოპი, დავსახოთ თქვენი წარმატების კოსმიური გზა.
ეხლა მოდით დავაბრუნდეთ დღევანდელ თემას. პირველ რიგში საინტერესო კვირა გვაქვს წინ, იმიტომ რომ მოიხსენებათ ეს კვირა ცოტა უფრო დაწყებული იყო, იმიტომ დედამიწა უარყოფითი რგოველში იყო და ეს გაგრძელდება დაახლოებით 8 რიცხვამდე. ან ორშაბათი, სამშაბათი კიდევ შეიძლება ცოტა დაძაბულობის ელემენტი აქ იყოს, მაგრამ უკვე 4 შაბათიდან 8 აპრილიდან, ნუ შემდგომ თითქმის 26 აპრილამდე. ეს პერიოდი უდაოდ კარგი აპრილში, რატომ? იმიტომ რომ დედამიწა პოზიტიურ რგოველში გადადის და შესაბამისად წარმატების ფაქტორი მოიმატებს. ეს კვირა მაინც ცოტა უფრო დაძაბული იყო, თან ხუთშაბათი 2 რიცხვი უკავშირდებოდა სავსე მთვარეობას, ესე ცოტა დაძაბული დღე არის და აქედან გამომდინარე, ესე იგი, ეს შლეიფი პატარა დაძაბულობისა გაგრძელდება 8 აპრილამდე. ამიტომ ხვალზე ცოტა თქვა ფრთხილად, წინდახედულად მაინც მოქმედო და უკვე 4 შაბათიდან იწყება ძალიან საინტერესო პერიოდი. ყველა ზოდიაქოს ნიშანს მიეცემა გარკვეული პოზიტიური შანსების გამოვლენის რეალიზაციის საშუალება, თითქმის მეორე 26 აპრილამდე გასტანს ეს პერიოდი. ამიტომ ეცადეთ რომ აქტიუროთ და ეს პოზიტიური შანსები მაქსიმალურად გამოიყენოთ რეალიზაციაში მოიყვანოთ. ახლა მოდი ავშოთ კიდევ ერთი მშვენი მოვლენა, რომელიც ჩვენ გვეუდება ამ კვირაში, ეს არის უკვე 9 რიცხვი. რა ხდება 9 აპრილს? იმის გარდა რომ ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რიცხვია და თარიღია, ვიცით ჩვენ ამის შესახებ, ასტროლოგიური კუთხით ვნახოთ. მარსი ეს არის საქმიანობის, ენერგიის, შრომის უნარიანობის და ამავდროულად კონფლიქტების და აგრესიის მმართველი პლანეტა. იგი გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, სადაც მას ყველაზე კარგად შეუძლია საკუთარ თვისებების გამოვლენა. ანუ ყველაზე საყვარელი მისი ადგილია. იმიტომ რომ სწორედ პლანეტა მარსი არის ვერძის მმართველი. და რადგან ახლა მარსი სწორედ გადადის ვერძის ზოდიაქოში, ესე იგი ყველაზე აქტიური იქნება მარსი ამ პერიოდში, ესე იგი ადამიანებს 9 რიცხვიდან აშკარად მოემატებათ ენერგია, აქტიურად მოქმედების უნარი, ინიციატივის გამოვლენის უნარი, კომუნიკაბილურობა, გონებამახვილობა, ლიდერული ორკესტრული თვისებები, ეს ყველაფერი კარგია. მთავარი არის რა? ყველა პლანეტას, ისე როგორც მარს, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი ტენდენციები და თვისებები. მთავარი ახლა ჩვენ მარსის გადასვლას ვერჩი თითოეული ადამიანი, ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი მთავრობა რა აქვს მნიშვნელობა, ყველას ეხება ეს, როგორ გამოიყენებს. რა გზით მიმართავს მის ენერგიას. მარსი ეს არის უზარმაზარი ენერგოწყარო. უზარმაზარი ენერგია. ეს ენერგია თუ ადამიანმა მიმართა, დაუშვათ სიყვარულზე, მიმართა კეთილშობილებაზე, მიმართა სწავლაზე, მიმართა შემოქმედებით ნიჭის გამოვლენაზე, აღშენებლობაზე, ეს წარმოიდგინეთ, ესე იგი, რამხელა კარგი პროცესი დაიწყება მაშინ მსოფლიოში და თითოეულ თქვენთაგანის ცხოვრებაში. მაგრამ თუ თქვენ ამ მარსის ენერგიას გადაიყვანთ რაში, ვერძის უარყოფით თვისებებზე, როგორც არა ეგოიზმი, დიქტატორული ტენდენციები, სხვისი დამორჩილების სურვილი, ანუ ეს დიქტატურა ტიპიური, პლუს სიჯუტე, არაფრის არ მოსმენა, მე ყოველთვის მართალი ვარ, ერთ-ერთი ჭეშმარიტება თქვენგან მოდის, ამასთან ერთად ზღვარგადასული ამბიცია, ამპარტავნობა, გადამეტებული ქედმაღლობა, გადამეტებული სიამაყე, სუსტრაფობა, მოუთმენლობა, ნებისმიერი მოქმედების ან სიტყვიერი გამოთქმებისას და ამავდროულად ფულის უკარათო ხარჯვა. ეს ყველაფერი რას მოიტანს? კონფლიქტებს, ტრავმულ ტენდენციებს, უსიამოვნებებს და შეცდომებს. ამიტომ ახლა თქვენზეა დამოკიდებული. რას გამოიყენებთ, როგორ გამოიყენებთ ამ მარსიანულ ენერგიას, შეგიძლიათ აღშენებლური გზით წაიყვანოთ, შეიძლება დამანგრეველი გზით. ახლა თუ მსოფლიოში წასულ იქნება სხვათა შორის, ახლა ჩვენ დავინახოთ. თუ ადამიანს ეყო ჭკუა, მათ შორის სოფლიო დონით, მაშინ იგივე დაუშვათ კონფლიქტები, რომელიც ახლა იმართება, წავა დამშვიდებისკენ. რაშიც მე ცოტა ეჭვი მეპარება. თუ ადამიანთა და მთავრობათა უმრავლესობა წავა აგრესიით გზით, მაშინ თქვენ ნახავთ, რომ 9 რიცხვიდან კიდევ უფრო მეტად მოიმატებს საომარი ვითარება მსოფლიოში, მეტად გაზლიარდება აგრესიების, ომების, დაპირისპირების და კონფლიქტების ალბათობა. ამით ვიხდებით საზოგადოება უფრო გონიერებისკენ მიდის თუ უგუნურობისკენ. მარსი ამის ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ლაკმუსის ერთგვარი ქაღალდი იქნება, რისი ტენდენციები უდაოდ არის. ეხლა მოვით გადავიდეთ ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებზე და ვნახოთ უკვე აი პერიოდი ამ კვირისა როგორ იქნება თქვენთვის და კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო ხვალზე ეს 2 დღე მაინც ცოტა ფრთხილად წინდახედულად პროვოკაციებს არ აყვეთ არანაირი კონფლიქტები საქმეთა გარჩევები ცოტა ჯანმრთელობასაც გავაფრთხილდეთ ძალიან გადავიღლებით და ასე შემდგომ ხო ესე იგი წინდახედულობა უნდა იყოს ორმაგია მაგრამ 8 რიცხვიდან უკვე დედამიწა რადგან პოსტუნარგოველში გადადის აი აქედან თითქმის მეორე 26 აპრილამდე ძალიან კარგი ტენდენციების პერიოდია ყველასთვის და ნუ თავი ფავორიტი ამ პერიოდში ვინ არის? ვერძი.
იმიტომ რომ არა მარტო მზე, არამედ პლანეტა მარსიც ახლა სწორედ ვერძის ზოდიაქოში, ამიტომ შანსები წარმატების არნახულად მაღალია გვერდს. ვერძი ხდება უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ლიდერი, ხელმძღვანელი, უშიშარი, მებრძოლი, სულისკვეთების მატარებელი, ფრიად, გონება მახვილი, ძალიან საინტერესო რეალიზაციისათვის და ამიტომ რეალიზაცია იდეებისა აქ ძალიან ადვილად მოხდება უკვე თქვენი მხრიდან. თქვენთან რეალურად შეგიძლიათ შეაფასოთ სიტუაციები, მოვლენების, რომელიც ახლა ხდება, შესაძლებლობები როგორც თქვენი, ასევე სხვების და ამასთან ერთად მოვიტოვოთ, რომ ახალი საინტერესო იდეების შეიძლება აღმოჩნდეთ, რაც წარმატებას მოგიტანს, ხოთ შორის ფინანსური შემოსავლის კუთხითაც კარგი პერიოდია, ნოვატორული საინტერესო იდეები იქნება და სხვაგვარად ეს ნოვატორული იდეები აუცილებლად გამოიწვევენ რეორგანიზაციას თქვენს საქმიანობაში, მაგრამ ეს realობაში კარგი იქნება, იმიტომ რომ თქვენს სტატუს კვოსაც გააძლიერებს, ავტორიტეტიც მოიმართებს ამის შედეგად და სხვაგვარად კონკურენტებსაც აჯობებთ, მოდი ესე ვთქვათ. რაც მეტად იქნებით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ლიდერი, ხელმძღვანელი, ეს თქვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორებია ამ უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ნუ ყოველ შემთხვევაში უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მაინც აი შემდეგ ჩვენ შეხვედრ რამდენ 19 სექტემბრამდე ეს ტენდენციები აქ საკმაოდ წინა პლანზე იქნება წამოწეული. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, უკვე ხვალდაზე ნუ ყველა ნიშანს ეხება ცოტა მეტი სიფრთხილე წინ დახედულობა ყველაფერს საჭირო, უკვე 8 რიცხვიდან უკვე თქვენს დაგეწყებათ ნელ-ნელა ენერგოტონუსის აწევა. მართალია ჯერ კიდევ მაინც ენერგოტონუსი არ არის სათანადო სიმაღლეზე, ამიტომ არ უნდა გადაეყოვოთ, ცოტა მეტად უნდა გამოაძინოთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ გამოუძნებელი კურო საწოდავის ანახავია მიდაგითხრა და ძალიან სერიოზულ შესაბამისად უშვებს. ამიტომ კუროსთვის და მერწყულისთვის ეს ორი ნიშანი განსაკუთრებით რეაგირებს უძილობაზე. და მე ფაქტობრივად მისი პროდუქტიულობა მუშაობისა 0-ის ტოლია. ამიტომ ცოტა გამოაძინეთ საკუთარი თავი, თუმცა 8 რიცხვიდან აშკარად იგრძნობთ, რომ მაინც თქვენი საწესო პოტენციალი ნელ-ნელა უმჯობესდება. იგივე დაუშვათ თუ ეხაც ვერ გამოიძინეთ, შედარებით მაინც მეტი გექნებათ ენერგია წინა პერიოდისგან განსხვავებით. ამასთან ერთად, აქ უფრო მეტად დაიცავთ საკუთარ პოზიციებს, საკუთარ იდეებს, საკუთარ შესაძლებლობებს. ამასთან ერთად, დაცვის ფორმა თქვენი იქნება შეტევა. მოდი ასე ვთქვა და იქით შეიძლება შეუტიოთ სხვას, აკრიტიკოთ კიდე სხვებიც და მოდი ასე ვთქვათ, აი იმ ადამიანებს, რომლებიც კრიტიკულად იყვნენ თქვენს საწინააღმდეგოდ მომართული, საკმაოდ ენას ჩააგდებინეთ და საკმაოდ სულ დღეში ჩააგდებთ. მაგრამ მოდი ახლა ერთი რამ აღვნიშნოთ, რომ მაინც ფარულ მტრეებს, ჭორებს, ინტრიგებს ამ პერიოდში არ ძინებთ, იმიტომ რომ ეს მაინც არის დაბადების წინა პერიოდი, ამიტომ თუ მეტად შეძლებთ ენაზე კბილის დაჭერა, საკუთარ საიდუმლოს დაცვა, ზედმეტ არ ელაპარაკებთ თქვენი გეგმების, შესაძლებლობების, თუნდაც გონება განწყობების შესახებ, მით მეტად გაიმარჯვებთ და თუ აქ მეტად შემოიფარგლებით ყოველდღიური საქმეებით, არ გინდა ჯერ არაფერი ახალი, სარისკო, განსაკუთრებული, სანერვიულ ესეთი არ, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ, ან ძველი საქმე დაასრულეთ, აი მაშინ უფრო მშვიდად და კარგად წარმართავთ ამ საქმეებს და უფრო კარგად იგრძნობთ თავს. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს ტყუპებო, 8 რიცხვიდან უკვე აპრილის აშკარად თქვენ იგრძნობთ, რომ არა მარტო უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, უფრო ლიდერული თვისებების მატარებელი ხდებით, არამედ ხდებით აშკარა რეფორმატორი. თავისუფლების მოყარე უკვე კატეგორიად ვერ იტანთ, როცა ვინმე რამე ფორმით ხვდავს თქვენს თავისუფლებას, ან დაუშვათ ერევა თქვენს საქმეებში, ან დაუშვათ ცდილობს, რომ დაგიმორჩილოთ ამას ძალიან მძაფ რეაქციებს. აზრით პირიქით თქვენში მატლობს სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური თვით გამოხატვის კარგი უნარი, გონება მახვილობა, ინიციატივის გამოვლენის კარგი უნარი და შეგადაში გიქნებით წინასწარ განუსაზღვრელი. რას იზოთ მეორე წელს თქვენ თუ არცით და სხვაება მით უმეტეს როგორ უნდა გაიგონ და ამიტომ შეიძლება სპონტანური იმპროვიზაცია იყოს ძალიან საინტერესო. თქვენი მხრიდან, ამიტომ შეძლებთ ამის მეშვეობით მოულოდნელი გაწყვეტილების მიღებას, მათ შორის რთულ საკითხებში და სხვა შორის წარმატებით გადაწყვეტავთ ამას. ინტელექტუალური განვითარებისათვის, სწავლისთვის დაამშვენი პერიოდი, აქ მნიშვნელოვან საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ და საკუთარ კავშირებსაც სხვათა შორის სწორად გამოიყენებთ, იმიტომ რომ ეს საერთო საქმესაც გამოადგებოდა თქვენს ინიციატივებსაც. ინტერნეტთან რაც შეიძლება მეტი კონტაქტები, აქედან მომშვენი ინფორმაცია, რაც უფრო კარგი მეგობრული კონტაქტები გაქვთ, მეგობართა თანადგომაც იქნება დროული, რაც შეუწყობს რეფორმებს, სიახლეებს, რეორგანიზაციებს თქვენი საქმეებისა, იდეებისა, ცხოვრებისა და სასიკეთო რასაკვირველია ტენდენციებს.
ანუ მთლიანობაში პერიოდი საკმაოდ კარგია, უკვე 8 აპრილიდან. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, თქვენს 8 აპრილიდან აშკარად გამოცოცხლდებით, იმიტომ რომ პერიოდი აშკარად იქნებთ, რომ 7-ია თქვენთვის. აი ეს დაძაბულობა რაღაც რომელიც იყო წინა პერიოდში მოიხსნება. აი შეიძლება ხელი შეუწყოს რას თქვენს კარიერულ განვითარებას. აქ შეიძლება მხარდაჭერა მიიღოთ გავლენიანი პირების ადამიანებისაგან, რაც ამშვან იქნება ასე თქვენთვის და არის გამორიცხული, ამას შეიძლება გარკვეული ცვლილებები შეიტანოს თქვენ საქმეებში. ან დაუშვათ ფინანსური შემოსავალი აქ უკვე სხვანაირად სწორად გადანაწილდეს. აი მხარდაჭერა აქ თქვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მას იღებთ. რაც უფრო მეტად კარგი ურთიერთობა გექნებათ იგივე დაუშვათ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, ეს მეტად ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლას. ნელ-ნელა მოიმატებს, რადგან თქვენ ერგო ტონუსი, შეუპოვრობა, შრომისცენარეობა, ნებისყოფა, მოთმინება, ეს ყველაფერი ინტუიციასთან ერთად გაზვიარდება, რაც უფრო მეტად მოგცემთ წინსვლის და წარმატების შესაძლებლობებს. ლომის იმპერატორულ ნიშანს რაც შეეხება პირველ შესაძლეს კვირა უკეთესია ჯერთიან რგო ტონუსი მატულობს უფრო ხდებით აქტიური ენერგიული ინიციატივიანი ნამდვილი ლიდერი ხელმძღვანელი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ადვილად იღებთ უშიშარი მებრძოლის სულისკვეთების მატარებელი და არის გამორიცხული შეიძლება ამ პერიოდში ზოგიერთ თქვენთაგანი აღმოჩნდეს მივლინებაში ან გზავრობა მოგზაურობის პირობებში აქ აშკარად გაფართოვებთ თქვენი საქმიან კავშირების შესაძლებლობებს სხვა შორის უცხოეთში სწავლა გავითარება უცხოელებთან აქტიური კონტაქტები შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს უცხოელებთან ან უბრალოდ რომ მოხდე უცხოეთში რომ მოხდეთ აქ არნახული შტაბის ჩამოხვალ სხვა შორის და აქ შეიძლება მოიზიდოთ კიდეც თანხები გარკვეული ფინანსური უცხოეთიდან აი მის შესაძლებლობაც გვეძლევა ეს ის პერიოდი როდესაც თქვენ ერთიან სულიერ ასე ვთქვათ ერთიანობას იგრძნობთ მაგალითად პარტნიორებთან, მათ შორის სასკვალო პარტნიორებთან პირველ რიგში და მათ შორის ბიზნეს საქმიანი ურთიერთობაც საკმაოდ კარგად წარიმართება. ოპტიმიზმი მადლობს თქვენში, რაც ძალიან გეხმარებათ მათ შორის რთული სიტუაციების უფრო სასკეთოდ გადაწყვეტაში. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ 8 რიცხვიდან უკვე პერიოდი უკეთესია თქვენთვის ჯერთიან რგო ტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, ფსიქომუცურად უფრო მშვიდი ხდებით და აღნიშნოთ რომ აქ თავდაჭერა მოთმინება ეს შრომისმცნარეობა თანდათან მატულობს. აქ უფრო მეტად შეგეძლიათ ასე ვთქვათ გაუძლოთ იმ დაუშვათ ვალდებულებების შესრულებას, იმ დატვირთვას, რომელიც შეიძლება აქ გაიზარდოს კიდეც და ექსტრემალურ სიტუაციებსაც კი თან არ იწუწუნებთ. ეს ტენდენციაც არის. ეს თვლიანობაში ხელს შეუწყობს თქვენი ავტორიტეტის ზრდას, თვითშემეცნებას. თქვენ შეიძლება აშკარად გამოავლინოთ საკუთარ თავში ნიჭი იმ ადამიანის, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამა თუ იმ სიტუაციაზე, მაგრამ კოსმოსი ჯერ კიდევ ითხოვს თქვენგან რას საკუთარი საიდუმლოს დაცვას. ანუ რაც უფრო ფრთხილად იმოქმედებ და ზედმეტს არ ილაპარაკებთ თქვენი გეგმების ან პარტნიორული თანამშრომლობის პერსპექტივების ან ახალი იდეების შესახებ, მით უფრო მეტად წახვალ წინ და იქნებით წარმატებული. თუ ინტუიციაზე დაკმობასაც შეძლებთ, ესეც კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება თქვენი განვითარებისა და წინსვლისა. სასტორი ზოდიაქოს რაც შეეხება 8 რიცხვიდან უკვე პერიოდი ძალიან კარგია. აქ თქვენი გავლენის სფერო გაიზრდება, ავტორიტეტი მოიმატებს. თითქმის 26 აპრილამდე პერიოდი საკმაოდ კარგი აქვს. ერგო ტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ფსიქომუცურის სტაბილურობაც გაძლიერდება. თუმცა ამავდროულად შეიძლება გამახვილდეს თქვენი დამოკიდებულება პარტნიორებზე, როგორც სასკვალო, ასევე საქმიან ან ბიზნეს პარტნიორებზე. უბრალოდ შეიძლება ამ დამოკიდებულებამ გამოიწვიოს თქვენი მხრიდან ზოგიერთ შემთხვევაში ზედმეტი ეჭვიანობა. ან დაუშვათ თუ იგნორება ხდება მათი მხრიდან თქვენი ინტერესებისა, შეიძლება ამან სამაგეროს გადახდის სურვილის დაბადოს ზოგიერთ თქვენთაგანში ამ ტენდენციებს მეაქცეთ ყურადღება. და უშუალოდ ისიც რომ აქედან გამომდინარე შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანს გაუჩნდეს სურვილი რომ ზეგავლენა მოახდინოს. პარტნიორთან, ასე ვთქვათ, მოქმედებაზე, პარტნიორთა აზროვნებაზე, პარტნიორთა ცნობიერებაზე და ასე შემდგომ. ამიტომ აი ამ ტენდენციებს მიაქცეთ ყურადღება, რათა ზოგიერთმა ასეთმა ტენდენციამ არ გამოიწვიოს აფასკო რეაქციები და კონფლიქტები. თუ პრობლემებს მოაგვარებთ შვიდად, აი თქვენთვის დამახასიათებელი დიპლომატიურობით, კომპრომისების მიღწევის უნარით, იქნებით ფრიად სამართლიანი, აი ეს ყველაფერი ხავს შეუწყოს მეტად თქვენს წინსვლას. შემოქმედებით ინჩის უნარის გამოსავლენად პერიოდი ერთ-ერთი საუკეთესო. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, უკვე 8 აპრილიდან აშკარად გამოცოცხლდებით, შემოკარგება აქ უკვე ენერგო ტონუსის ნელ-ნელა მოიმატებს, განწყობაც უფრო უკეთესი იქნება და თანდათან უკვე მეტი შესაძლებლობა გექნებათ იმისა, რომ
დაუშვათ საოჯახო საუბოცხურებო საკითხებში რაღაც საინტერესო ცვლილებები შეიტანოთ, შეიძლება დიზაინის შეცვალოთ, შეიძლება ავეჯი შეიძინოთ და ასე შემდგომ. და შეიძლება ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ეს პერიოდი ინტერიერის შეცვლისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. ამასთან ერთად აღნიშნოთ ისიც, რომ მორიელი უფრო მეტად ეცდება კონტროლის დაწესებას ირგვლივ ადამიანებს. აი ეს ითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას, იმიტომ რომ ასეთი კონტროლი თქვენი მხრიდან, ვისაც ეს გამოუცდია, იცის რას ნიშნავს, ეს რას ნიშნავს და ამიტომ ესეთი კონტროლი ოჯახის წევრების მიმართ თქვენი მხრიდან, აი ესეთი გადამეტებული ან ზედმიწევნითი და თან მათ შორის ახლობლების მიმართ აუცილებლად გამოიწვევს საფოსგო რეაქციებს. ეს გამოიწვევს დაძაბულობას ურთიერთობებში და კონფლიქტებს ოჯახის წევრებთან. ამიტომ ამ ტენდენციებს მიაქცევთ ყურადღება, რომ აქ ცოტა მეტი მობიერება, ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება გამოიყენოთ და არა გადამეტებული კონტროლი, რაც მხოლოდ დაძაბულობს ურთიერთობებს. და კიდევ გახსოვდეს, რომ მაინც ერგოტონუსი ჯერ არ არის თქვენი მზარდი კი არის, მაგრამ არ არის იმ დონეზე, რომ თქვენ ზედმეტად გადაიღალოთ. იმიტომ რომ გაციების ტენდენცია გადაღლის ნიადაგზე მით უმეტეს ძალიან ადვილია. აქ რომ მოხდეს აი ამ ფაქტორის წინაშე დადგეთ და მაქსიმალურად ეცადეთ შეენარჩუნოთ კარგი ურთიერთობები როგორც ხელმძღვანელ პირებთან, ასევე კოლეგებთან. იმიტომ რომ ამ ურთიერთობების სტაბილურობაზე ბევრად იქნება დამოკიდებული თქვენი მთლიანობაში საერთო ცხოვრებისეული სტაბილურობა უახლოესი 2 კვირის განმავლობაში. რაც შეეხება შვილდოსნებო, პეროში გავითვალისწინოთ, რომ აქ პერიოდი კარგია, უდაოდ ერგოტონუსი გემატება. ყოველ დღე გრძნობთ, რომ ასე ვთქვათ, ენერგია გემატებათ, კომუნიკაცია, გონებამახვილობა, ლიტერატურული მონაცემები, ინიციატივა, უშარი მებრძოლის სულისკვეთება, გონებამახვილობა, უფრო მაღალ დონეზე ადის, ეს არის პერიოდი საინტერესო შეხვედრებისა. ძალიან ნაყოფიერი კონტაქტებისა, რომანტიკული თავგადასავლების წინ შეიძლება აღიქვას ზოგიერთ თქვენთაგანი, კულტურულ გასართობი ღონისძიებებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, საკმაოდ დინამიური პერიოდი, რომელიც ხელს შეუწყობს კონსტრუქციულ ცვლილებებს თქვენ საქმეებში, საკმაოდ სხვილი პროექტების დაწყებასაც კი, რაც რადიკალურად შეცვლის თქვენ ცხოვრებაში პერსპექტივებს და შესაძლებლობებს. თან თქვენში აი თავგადასავლებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება მატლობს, თავარი ეს თავგადასავლებისადმი თქვენი მიდრეკილება არ გადავიარდეს რაღაც ავანტურულ საქციელში, რაც შეიძლება მერე გახდეს პრობლემების მომტანი. კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობის მიღება 8 აპრილიდან იქნება მეტად წარმატებული და მომგებიანი და რაც მეტად კარგ ურთიერთობებს შეინარჩუნებთ სასქვალო პარტნიორებთან, შვილებთან, ეს იქნება მთავარი მამოძრავებელი ძალა თქვენი წარმატებისა, მაგრამ აქ თუ კონფლიქტი შეიქმნა, ჩათვალეთ, რომ ნახევარ წარმატებას კარგავთ. რაც შეეხება თხის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, გადავამოშოთ, რომ გაცვლებით უკეთესია 8 რიცხვიდან პერიოდი თქვენთვის წინა პერიოდისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ნებისყოფაც მატულობს, თან შრომის უნარიანობა, ორგანიზატორული მონაცემები გაძლიერდება, აქ უფრო მეტად შეგიძლიათ აკონტროლოთ მოქმედებები, საქმეები, სიტყვები, უფრო ასე ვთქვათ, ნაყოფიერად მოქმედებთ და ამასთან ერთად აქ ფინანსური კუთხითაც პერიოდი კარგი, აქ ფინანსური შემოსავლებით მოიმატებენ, შეიძლება მატერიალური მხარდაჭერა მიიღოთ მათ შორის იგივე დავუშვათ მშობლების მხრიდან, ნაცვლების მხრიდანაც კი ძალიან კარგი პერიოდია სარემონტო სამუშაოებისთვის, აი ოჯახში, სახლში სერიოზული საყოფაცხოვრებო ცვლილებებისთვის. აქ შეიძლება ახალ ბინაშიც გადახვიდეთ, ან უძრავი ქონება შეიძინოთ, აი ესეთმა საინტერესო ტენდენციებმა შეიძლება ეჩინონ თავი. და თუ რაღაც საყოფაცხოვრებო პრობლემა შეექმნა, იმას საკმაოდ კარგად და ადვილად მოაგვარებთ. ეს ტენდენციაც არის. რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნება მშობლებთან, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, ეს თქვენი ერთ-ერთი მთავარი წარმატების ფაქტორია. რაც შეეხება მერწყულებო ენერგოტონუსი 8 რიცხვიდან კიდევ უფრო მეტად მოიმატებს, ამიტომ ეს ნიშანი ფსიქოემოციურად უფრო სტაბილური იქნება, უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, უფრო კომუნიკაბილური, ძალიან საინტერესო იდეების, ასე ვთქვათ, მატარებელი და ამ იდეების რეალიზაციაც იქნება შესაძლებლობა ამისი. ყოველ შემთხვევაში მიზანსტრაფული ხდებით მეტად და აქვე აუშვათ ისიც, რომ ეს პერიოდი ხელს უწყობს მატერიალური გამარჯვების გაუმჯობესებასაც. სხვა შორის ეს არის ეგრეთ წოდებული მრავალფეროვანი სიტუაციების და ურთიერთობების პერიოდი. აქ შეიძლება ახალი ადამიანები გაიცნოთ, ახალი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, აქ შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს და იყოს მეტად ნაყოფიერი სწავლისთვის, საჭირო ინფორმაციის მისაღებად. მგზავრობის კუთხითაც პერიოდი კარგია, აუმჯობესებთ ურთიერთობებს დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მათი მხრიდან თანადგომად შეიძლება ფრიად თვალშესაცემი და დროული აღმოჩნდეს. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს 8 რიცხვიდან უკვე თევზები შედარებით ამოისუნთქავენ, უფრო მშვიდი პერიოდია და ამას თქვენ იგრძნობთ.
შესაძლებელია გარკვეული ფინანსური შემოსავალიც მიიღოთ. მით უმეტეს თუ ისეთი რამ არის და სადაც თქვენ არ ლაპარაკობდით ზედმეს და საიდუმლოდ ინახავდით იმ რაღაც მოქმედებას აი საერთოდ თქვენი შენახული საიდუმლოდან ახლა მიიღებთ მატერიალურ დივიდენდებს. ეს პერიოდი კარგია იმ კუთხით, რომ ის ხელს უწყობს ასევე ამ გარკვეული ინვესტიციების განხორციელებას, კაპიტალ დაბანდებებს, გარკვეული საღირლების გაკეთებას. ყოველ შემთხვევაში მოდი ავუშვათ, რომ შესაძლებლობები პოზიტიური გაქვთ, მაგრამ ყურადღება მაინც საჭიროა რის მიმართ. აი შეიძლება ესეთი ზოგიერთი ადამიანი გაშდეს თქვენ ცხოვრებაში, რომელიც აი როგორც კი იგზნობს თქვენს ფინანსურ შემოსავალს, ეცდება, რომ აი ეს თქვენი შემოსავალი გამოიყენოს და ამიტომ აღარ ყურადღება, იმიტომ რომ თევზები როცა მოდიან შემთხვევაში ხშირად პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა აქვს რა. აი მეგობარს ვათხოვე ფული, ვასესხე, ნაცსავს ვასესხე ფული შემეცოდა და დამთავრდა, აღარ მაძლევს უკან. და მე ამაზე არის წყენა და გაბუთვა და მთელი ამბები და კონფლიქტური სიტუაციები. აი ეხლა გაქვთ ესეთი პერიოდი. ეხლა არავის არაფერი არ სესხოთ, არ ნათესავს და შემოვლე ზუსტად ისე და თქვენში რადგან არის შეცოდების დიდი უნარი. ამით სარგებლობენ სწორედ და ეს ეხლა ზუსტად ესეთი კვირა გაქვთ. აი ეხლა მომენტალურად იგრძნობენ რომ თქვენი შეცოდება ადვილია, მოვლენ იქ რაღაცას იტირებენ, ცრემლებს გადმოყრიან, შეგაცოდებენ თავს და აი თქვენ ფულს წაიღებენ და დაემშვიდობეთ. დარჩებით ხახამშრალი. ამიტომ ავხრილავთ ყურადღებით და ეს თქვენი ზედმეტი თანაგზნობის უნარი ცოტა დაიოგეთ. ამისთვის ეს პერიოდი ზუსტად ამიტომ არის ასტროლოგიური პრინციპი, ვინც გაფრთხილებულია, შეარაღებულია. სამყარო კოსმოსი გაფრთხილებთ. აი ახლა ეს ტენდენცია მოსაოდნელი. განახორციელებთ და მე მეტყვით მე რომ აბა რამ ეკნა შემეცოდა ადამიანი. მაშინ დააბრალეთ საგვდარ თავს. რაც მოყვება მე ამას. მე გაგაფრთხილებ დარჩენით თქვენცით. ყოველ შემთხვევაში ეს პერიოდი ამ ტენდენციებს არ უწყობს ხელს. ეხლა მოდით უკვე ცალკეული დღეების ტენდენციები განვიხილოთ. ხვალინდელი დღე 6 აპრილია ხვალ. ორშაბათი დღეა გეომაგნიტურია. სხვა შორის ხვალ და ზეგ. ორშაბათი, სამშაბათი ორივე გეომაგნიტურია, ამიტომ გეომაგნიტური ციტეს ისე დღეები არ როდესაც ხდება პრობლემები რა კუთხით. ნუ მაგალითად შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს, აქ ეს არის ფაქტობრივად მაგნიტური ქარიშხლები, მზეზე აფეთქებებით გამოწვეული, რაც ნეგატიურ დახსასვას ადამიანის გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას და შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილებისა, უგონებობის არასასწრელი ესეთი პრობლემებისა და ამიტომ პირველ რიგში ესე იგი თუ რაღაც დისკომფორტს გრძნობთ, წნევას ვიზომავთ და მერე შესაბამისი პროფილაქტიკა. დაბალია წნევა ყავა. მაღალია შესაბამისი წამლებით, რათა მოიყვანოთ წესრიგში ორგანიზმი და უკეთ ვიგრძნოთ თავი. ხვალ და ზეგ. ხვალინდელი დღე 6 რიცხვი კონფლიქტური და რთული დღეა განსაკუთრებით ძალაუფლების მქონე პირებისათვის. ნუ გამოავლენთ ზედმეტად ეგოისტურ დიქტატორულ თქვენსთვისობებს და სხვათათვის ჭკუის სწავლების ტენდენციას. ეს გამოიწვევს სერიოზულ სიამოვნებისა პრობლემებს. ხვალ მაღალია აურის ენერგოდაბინძურების ალბათობა. ამიტომ მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. პარტნიორთებებში ნუ გეკნებათ ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ თავზე და ნუ იქნებით ზედმეტად ეგოისტი, გადამეტებულად თამაყი და ამპარტავანი, ასევე სარკასტული. ეს გამოიწვევს მხოლოდ კონფლიქტებს და უსიამოვნებებს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუჩქი. ოპერაციების ჩატარება ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება მოსასრული. ხვალინდელი დღე კარგია ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანთათვის. 7 აპრილი ეს უკვე სამშაბათი დღე ასევე გეომაგნიტურია და რა უნდა გაკეთოთ უკვე იცით. ეს დღე სამაგეროდ კარგია, ქარიზმატულია, მაგრამ არა დიქტატორული თვისებების ადამიანებს. აი ვინც მოედომებს ეგოიზმის დიქტატურის გამოვლენას, მისთვის იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ თუ ქარიზმატული ესეთ კეთილი ადამიანია, მისთვის იქნება საკმაოდ კარგი. ეს სამშაბათი არ ვარ გამსხვილი საგრძლებისა და მატერიალური საკითხების გადასაწყვეტად. ხერხემალი, ვენები და მეჯბარძაღის არე მეტად უსუსტებად სამშაბათს. ტყუპები, შვილდოსთვის, თხრისკას, ზოდიაქოს ნიშნი დაავადებულებს. ამიტომ ვიღებთ ცოტა ყურადღებით ამ ზონების მიმართ სიმძიმეებს და მკვეთრ მოძრაობებს თავი დავანებოთ. დიდხანს ფეხზე ნუ იდგებით და მეჯბარძაღის არის გავფრთხილდით, რომ აქ მოძრაობები არ ქონდეთ ისეთი, რაც ამ ზონას დააზიანებს. ანუ ტრავმულობა ამ კუთხით მაინც თქვენ გაქვთ განსაკუთრებით მაღალი. და კარგია სამაგეროდ სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, წყლის პროცედურების ჩატარება, ფილტვების, ხელების, ბრონქების მკურნალობა. კარგია ასევე მასაჟი.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტდება ღვიძლი, ნავლის ბოშტი, საზარდული მენჯბარძახის ძვალი. ყველაზე კარგია სამშაბათი დღე, ლომის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. 8 რიცხვი 4 შაბათი დღეა, საიდანაც დედამიწა უკვე გადადის პოზიტიურ ენერგოველში. 26 აპრილამდე იწყება შედარებით უკეთესი და გაცილებით უკეთესი პერიოდი, ვიდრე აქამდე გქონდა ჩვენ. და ყველა ნიშანს დაეთყობა ეს ყოველივე და რაც შეეხება თვითონ დღეს 8 რიცხვს, ანუ 4 შაბათი დღეა. აქ მიაქციოთ ყურადღება უკურსო მთვარეს, ანუ ეგრეთ სხვანაირად რო ვთქვათ, მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, იგი 13 საათზე 53 წუთზე იწყებს ამოქმედებას და გასტანს 16 საათამდე 6 წუთამდე. და აქ ეს ის პერიოდია, როდესაც ძღოლებს ქვეით ატმოსფერული ჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება, იმიტომ რომ დუნდება შედარებით ადამიანებში ყურადღება. რაც შეიძლება გახდეს ამ პერიოდში არასასვლელი ტრავმების, ავარიების, ასე ვთქვათ, ფაქტორი და არა მარტო მათ, მაინც ნებისმიერ ადამიანს. აქ რადგან დუნდება ყურადღება, ნებისმიერ ადამიანმა შეიძლება შესაბამისი დაუშვას. შეიძლება იყოს ბუღალტერი მაგალითად და რაღაც გამოიპაროს, არასწორად დათვალოს. ან რაღაცა ნებისმიერ სხვა სფეროში მitmat ესეთი ადამიანი, რომელიც რაღაც საშიშ დაუშვათ სფეროებში არიან ჩართულები, დაუშვათ ასაფეთქებელი ნაერთები და ასე შემდგომ. აი მათ მეტომეტეს ამ პერიოდში ასევე განსაკუთრებული ყურადღება, რომ მოდუნება ყურადღებისა ყველა ვარიანტში აქ სწორედ შეიძლება გახდეს სერიოზული პრობლემის ფაქტორი. და პატივიცეთ 8-ში წინაპართა ტრადიციებს. დაუგდეთ ყური უფროსი თაობის ადამიანთა რჩევებს. შესაძლოა იქნება ახალი სამსახურის ან ახალი თანამდებობის დაკავება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნავლის ბუშტი, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი სახსრები. პოზიტიური 4 შაბათის სასწორთათვის და მშვილდოსანთათვის. ახლა სანამ გავაგრძელებ დანარჩენ დღეებზე საუბარს, პირველში კიდე ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ გამოსულია ჟურნალები, ასტროლოგიური, ანუ შენი ჰოროსკოპი 1 ეს და მეორე ჟურნალი დიდი, უბრალოდ ჰოროსკოპი. ორივეში არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მე იმედი მაქვს, რომ საინტერესო თქვენთვის, იმიტომ რომ მრავალი წელია გამოდიან ეს ჟურნალები, ბევრი იცნობს მათ. აქ შენ ჰოროსკოპში არის უამრავი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია თითოეული თვის ასტროპროგნოზ ყველა ზოდიაქოს ნიშანთათვის. აქ შეიძლება გაიგოთ, მაგალითად დეკემბერში რა გელოდებათ, რა ტენდენციებია მოსაუდნელი, ანუ ეს ერთგვარი თქვენი ნავიგატორია. ნავიგაციის ფაქტორი იმისა თუ როგორი მოქმედოთ რომელ თვეში რანაირად და აქედან გამომდინარე ხართ გაფრთხილებული ფაქტორია წლის ჰოროსკოპი ეს არის. ამის გარდა ცხენის წელიწადი შემოვიდა იცით თქვენ 17 თებერვალს და სწორედ მის ზეგავლენის ქვეშ ვიმყოფებით ახლა და აქედან გამომდინარე აი რა კავშირი აქვს, აი რა მნიშვნელობა აქვს ცხენს და რა ტენდენციების მატარებელია, რა სტიქიების მატარებელია და რას ნიშნავს ეს ყველაფერი აქ. შეგიძლიათ შეიძინოთ ამის გარდა. ესე იგი დიდ ჟურნალ ჰოროსკოპში თქვენ იცით რა გელოდებათ, აქ არის არა მარტო საზოგადოებრივი პოლიტიკური ასტროპროგნოზი თავისი გრაფიკული გამოსახვით, რომელსაც ახლა ხედავთ, არამედ ასევე გაქვთ გრაფიკული გამოსახვები დაუშვათ გეომაგნიტიზმისა. ანუ სწორედ მზეზე ქარიშხლები როდის არის და ეს გეომაგნიტური სიტუაცია როგორ იცვლება თვეების მიხედვით და რა ტენდენციებს ქმნის, ეს ყველაფერი გაქვთ აქ. წარმოდგენილი ამის გარდა ამ წლის 2026 წლის როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნების ასტროკალენდარი, რა ტენდენციები ველოდება ცხენის წელიწადში მათ. ამის გარდა შეგნით თქვენ გაქვთ ყოველდღიური თვარის კალენდრის და მიხედვით ასტროპროგნოზები, თავისი ინფორმაციით და რასაკვირველია შეგნით გეუდება თქვენცით კალენდრების მთელი ნუსხა. პატარა კალენდარი, ეს არის ეგ წოდებული ჯიბის კალენდარი, სადაც თქვენ გაქვთ აღნიშნული თითოეული თვის დადებითი და უარყოფითი დღეები წლის ბოლომდე და ასევე თქვენ იცით რომ გვაქვს ბიზნეს შემოქმედებითი სასკვარლო კალენდარი თავისი დადებითი უარყოფითი დღეების აღნიშნით, ასევე გვაქვს სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნული ასევე ის დღეები, როდესაც ამა თუ იმ ორგანოსთან დაკავშირებით ოპერაციის ჩატარება არ იქნება სასურველი და დიდი კალენდარი, რომელიც უკვე დაუშვათ ოჯახში ან დაუშვათ შეგიძლიათ სამსახურში ჩამოკიდოთ და ყველა ისარგებლებს. 3-12 ზოდიაქოს ნიშანს ეხება, რომელი დღეებია კარგი, რომელი ცუდი, რომელი ნეიტრალური წლის განმავლობაში, წლის ბოლომდე თვეების და მიხედვით და რას ნიშნავს ეს ყოველივე და ამის და მიხედვით იქნებით გაფრთხილებული, შეარაღებული და ემედია წარმატებულიც.
ეხლა ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეეძინოთ რასკვილია პრესის ჭიხურებში, საქართველოს მithumetes დიდ ქალაქებში ყველგან არის შეტანილი და ამის გარდა თუ გინდათ რომ სახლში მოტანით მიიღოთ ეს მომსახურება, მაშინ უნდა შეეხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 1599-77. ვიმეორებ 597 1599-77 და ყოველივე ამას მიიღებთ სახლში, იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებულიც. ეხლა გავაგრძელოთ ჩვენი ასტრომეიბოხილვა ამ კვირისა, გადავიდეთ 9 რიცხვზე, 9 აპრილი ეს უკვე ხუთშაბათი დღეა. მოგახსენებათ, რომ აქ სწორედ ხუთშაბათიდან, 9 აპრილიდან 19 მაისამდე საქმიანობის, ენერგიის, შრომის უნარიანობის, აგრესიის მმართველი პლანეტა მარსი გადაემსვლებს სწორედ ვერძის ზოდიაქოში და ამზე გავლენის შედეგად. მეტად განავითარებს ადამიანებში ენერგიულობას, აქტიურობას, მებრძოლ უშჩარ ხასიათს, ლიდერულ ორგანიზატორულ თვისებებს, კომუნიკაბილურობას, კეთილშობილებას, ოპტიმიზმს, გონებამახვილობას, თუმცა ამავდროულად განავითარებს ეგოიზმს, სულსწრაფობას, უღერათობას, კამათისადმი მიდრეკილებას, ზედმეტ აგრესიულობას. აი ახლა თვითონ ადამიანებზეა დამოკიდებული. აი ამ პერიოდში ამას როგორ გამოვავნეთ? დადებითად, მაშინ იქნებით აღშენებლები, უარყოფითად, მაშინ იქნებით ომის ფერხულში ჩართული, გინდ სახლში, გინდ სამსახურში და გინდ ქვეყნებს შორის შეიძლება მოხდეს ესეც. ეს უკვე თვითონ ადამიანებზეა დამოკიდებული. რაც შეეხება თვითონ დღეს, ხუთშაბათ დღეს, მოიმატებს აქ ინტუიცია, ადამიანებში განჭვრეტის უნარი, აქ ეფექტურია კუჭნაზლავის, მკერდის კურნალობა და აქ მოვერიდოთ სიმძიმეების აწევას, მკვეთრ მოძრაობებს, პიგმენტური ლაქების მოშორებას. თხილს, თავს და სხვა ალერგიის გამოწვევი პროდუქტების მიღებას, მანუალურ მასას. არ არის სასურველი აქ ფინანსური ოპერაციების ჩატარება და ხელმძღვანელებთან ურთიერთობა, რათა აქ სიტუაცია არ დაეწაბოს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება, ძვოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. თუმცა, ამავდროულად აი 8 რიცხვი დღის მეორე ნახევარი და მთლიანად 9 ხუთშაბათი კარგია მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისათვის. ეს მათ შორის თამბაქოს წევოთათვისაც იქნება მნიშვნელოვანი. 10 აპრილი მივადექით პარასკევ დღეს გეომაგნიტურია. პარასკევის შაბათი ასევე გეომაგნიტურია. ამიტომ იცით რა უნდა ქნათ, თუ აქ დისკომფორტი გაქვთ, რაღაც თავის ტკივილი და ასე შემდეგ, აუცილებლად წნევას ვიზომავ და შესაბამისი პროფილაქტიკით. გინდათ ყავით, გინდათ წამლით, იმის და მიხედვით თუ როგორი წნევა გექნებათ, მოგყავთ წესრიგში თქვენი ორგანიზმი და წნევის მდგომარეობა და მე უფრო შრომის უნარიანი და ქმედით უნარიანი გახდებით. 10-ში კარგია დალაგება და სუფთავება. კუჭნაზლავის სისტემის კურნალობა. ამავდროულად აღნიშნოთ ისიც, რომ განტვირთვის დღეა, ამიტომ თუ ზედმეტ საკვებს არ მივიღებთ, იქნება უკეთესი ორგანიზმისთვის. ცოტა დავასვენო და მივცეთ თვითგანწმენდის საშუალება ორგანიზმს. მოვერიდოთ ასევე პარასკევს ფინანსური ოპერაციების ჩატარებას, ხელმძღვანელ გავლენიან პირებთან ურთიერთობებს, გაცვლით ოპერაციებს და აღნიშნოთ, რომ აქაც არ არის სასურველი პიგმენტური ლაქების მოშორება, სიმძიმეების აწევა, მკვეთრი მოძრაობები. ამაში შეიძლება რევმატული პროცესები, რადიკულიტი და სხვა სახის პრობლემების შექმნას. ასევე ალერგიის გამოწვევი პროდუქტებისგან ვიღოთ შორს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, აქ სუსტდება ისევ ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანის არე. ცხადე ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა პარასკევს არ იქნება სასურველი. ეს კარგია ეს დღე კუროს, კერჩხების, თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეხლა რაც შეეხება 11 რიცხვს. 11 აპრილი ეს უკვე შაბათი დღეა, ასევე გეომაგნიტურია იცით. და აქ მატულობს საიცოცხლო ენერგია. ორგანიზმი აქაც თვით გაწმენდის, თვით განკურნების მდგომარეობაში. ამიტომ პარასკევს, შაბათს თუ ნაკლებ საკვებს მივიღებთ, იქნება უკეთესი და თუ ცოტა ხანები შემშილებთ, კიდევ უკეთესი. იმიტომ მივცეთ ორგანიზმს განთავისუფლების საშუალება, შლაკების განწიდებისგან და რაღაც მავნე ნივთიერებებისგან და მერე გაცვლებით უკეთ ვიგზნობთ თავს. და შაბათს კარგია ცხოვრების გამვლელი გზის გააზრებისათვის, სუნთქვითი ვაჯიშების ჩასატარებლად. ნუ ფორი აქვს ზედმეტსაც, ნუ ვილაპარაკებს. საკვე რაც ნუ შეიტან, შებოლილ და ცხარე კერძებს. და აღნიშნოთ, რომ დეპრესიული მდგომარეობა მეტად შეაწუხებს შაბათს. კუროს, ლომის, თხისკას, ზოდიაქოს ნიშნი დაავადებულებს. ამიტომ ცოტა მეტად დაასვენეთ თავი და რაც შეიძლება პოზიტიურად განეწყვეტ. ცუდ აზრებს, ფიქრებს, წარსულზე და შეგონთ თავი დაანებეთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტდება, მხედველობა, ვენების ზონა,
ფეხის კუნთების ზონა ნერვული სისტემა. ამიტომ დიდხანს ფეხზე ნუ იდგები, ჯობია იაროთ, ვიდრე იდგეთ. პოზიტურია ეს დღე ვერძის, ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე 12 რიცხვს, ეს არის კვირა დღე. ნუ ეს უკვე აღდგომის დღეა მოგეხსენებათ და ნუ წინდაწინ გილოცავთ წკინვალე დღესასწაულს, იმიტომ შემდეგ კვირა ჩვენ ვერ შევხვდებით ერთმანეთს და წინდაწინ ახლავე მოგილოცავთ მას. აქ კარგია რა, რომ ილოცოთ და დალოცოთ ყველა. მათ შორის გაგახსენებთ ასევე ჩვენი უკვე გარდაცვლილი სამწუხაროდ საოცარი ბრძენი ადამიანის პატრიარქის უწმინდესი და უნიტარესის ილია მეორეს სიტყვებს, რომელმაც გვითხრა გენიალური რამ, მან გვითხრა რომ წასულები ქვეყნიდან, ჩვენი ახლობლები, ნაცნობები სადღეგრძელოებში როგორც ცოცხლად ისე მოიხსენიონ და აბსოლუტურად სწორი აზრია, ბევრმა დღემდე ვერ გაიგო რატო თქვა ამას, მე გადასარევად გავიგე, და ამაზე ქონდა კიდე საუბარი თავის დროზე მასთან და აბსოლუტურად ვეთანხმები ამ აზრს და კარგი იქნება თუ ამასაც ჩვენ გავაკეთებთ აღდგომის წკინვალე დღესასწაულის დროს. აღდგომის დღეს, ესე იგი 12 რიცხვში ასტროლოგიური კუთხით რაც შეეხება, კარგია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, თუმცა ისიც გავიწვევთ, რომ იუმორს ყველა სათანადოდ შემდეგ კვირას ვერ გაიგებს და ცოტა იუმორთან ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ რომ ყველას ადეკვატური რეაქცია არ ექნება. დავუდეთ ყური უფროსი თაობის, მათ შორის დედების რჩევებს და დიდხანს აქაც ფეხზე ნუ იდგებით, მოდესტკაც ჯობია ფეხით იაროთ, უფრო მეტად ვიდრე იდგეთ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნერვული ლიმფური სისტემა, მხედველობა, ვენები, ფეხის კუნთების ზონა. დადებითია უკვე შემდეგ კვირა ლომის, სასწორის და მერწყულის ზოდიაქოს და ბოდიში მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულთათვის. ეს შემდეგი კვირის უკვე ასტროპროგნოზი. ეხლა რაც შეეხება სხვა მშვენ მოვლენებს შემდეგ კვირის განმავლობაში, ვისაც აქვს განზრახული თმის შეჭრა. მოითამაშოთ, რომ გამოიყენოთ 6 რიცხვი აპრილისა, ასევე 9 და 10 აპრილი. ეს 3 დღე არის ყველაზე კარგი. 6, 9 და 10 აპრილის დღეები. ვისაც აქვს დაუშვათ იქ ბიზნეს საქმიანობა, დაუშვათ ფულთან კავშირი და ასე შემდგომ. და მოითამაშოთ ახლა უახლოეს პერიოდში აი რა ტენდენციებია, სანამ ჩვენ ახლა ეს გადაცემები არ ვექნება. სხვა შორის აღვნიშნოთ, რომ აი თმებთან შედარებით ხან ჩვენ იქით კვირაშიც არ გვექნება ურთიერთობა, ესე იგი მინდა გითხრათ, რომ ასევე თმებთან დაკავშირებით აი 14 რიცხვი ასევე ამის შემდეგ კვირას იქნება კარგი. და აქედან გამომდინარე 17 მერე რიცხვი, 14 და მერე 17 რიცხვები. აი ეს დღეები შეიძლება გამოიყენოთ თმების შესაჭრელად. ახლა ვისაც აქვს ბიზნესთან, ფულთან ურთიერთობა, აი უახლოეს ორ კვირაში 19 რიცხვამდე, ესე სანამ ჩვენ არ ვიქნებით ეთერში, აი რა ტენდენციებია მოსალოდნელი. ნუ პირველი სკოლისა მაგალითად 6-ში ხვალ კარგია საინტერესო ნაცნობობის ჩამოყალიბება, გამაგრება საქმიანი კონტაქტებისა. თუმცა აი კრედიტის გაფორმება ხვალ არ იქნება სასურველი. 7-დან 11 აპრილის ჩათვლით აქ ფინანსური დანაკარგის ტენდენცია მაღალია, ხელშეკრულება შეიძლება არ შესრულდეს. ნებისმიერი ფაქტი გადაამოწმეთ და ყველა საბუთს მიექცეთ ყურადღება. არავის სიტყვიერად არ დაუჯეროთ. ბიზნესმენებო, განსაკუთრებით თქვენ ხებათ ეს ხელი არ მოაწევთ არც ერთ ხელშეკრულებას, სანამ მithumetes მის ყველა პუნქტს არ გადახედავთ. 12-17 აპრილის შუალედი აი ეს პერიოდი კარგია ბიზნესისთვის, კარიერული განვითარებისთვის, აქ შეგიძლიათ ფინანსური საკითხების გადაწყვეტოთ და 18-19 აპრილი აქ დილეტანტებს ნუ დაუგდებთ ღურს. სანამ გაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად ექსპერტებთან და გამოცდილ ადამიანებთან გაიარეთ კონსულტაცია. რაც შეეხება ახლა მგზავრობას, მოგზაურობას, აი ვინც აპირებს ამ პერიოდში ასე ვთქვათ, მოგზაურობას, ესე იგი ხვალ და ზეგ. ნუ პერიოდი არ არის ცუდი მოგზაურობის კუთხით. ხოლო უკვე 8-დან 11 აპრილის ჩათვლით თუ დაუშვათ ალბათ ხართ ან ვერ გამოიძინეთ, აი ამ შემთხვევაში ჯობია საჭეს არ მევსვლეთ, იმიტომ რომ აქ უნდა იყოთ განსაკუთრებით ფრთხილი და წინდახედული. აი ამ კუთხით, თორე სხვა მხრივ პრობლემები არ არის. თუ ახლა ნორმალურად გამოიძინეთ, ნორმალურად მუშაობს თქვენი ტვინი, ყურადღება, მაშინ აქ პრობლემა არ გექნებათ. 12-დან 19 აპრილის ჩათვლით აქ ჯობია რომ არ ვიმოგზაუროთ, ან თუ გაქვს შესაძლებლობა გადავდოთ. იმიტომ რომ რისკი იმისა, რომ შეიძლება წინასწარ განსაზღვრულ პრობლემებს გადაეყაროთ,
შეიძლება იყოს სტიქიური პრობლემებიც კი, ამის ალბათობაც მაღალია. მე თუმცა თუ სადღაც მთაში გიწევთ მოგზაურობა და ასე შემდგომ ვიღავთ ყურადღებით. რაც შეეხება ახლა სასწავლო პარტნიორულ ურთიერთობებს, აი ხვალინდელი დღე განკარგია, მათ შორის იგივე რომანტიკული ნაცნობობისთვის, პაემნებისთვის და ასე შემდგომ, მაგრამ კრიტიკისგან თავი შეიკავეთ. ხვალ და ზეგ ნუ აკრიტიკებთ სასწავლო პარტნიორს, ამას შეიძლება უფრო მეტი სირთულეები შექმნას. ხოლო 7-დან 11 აპრილის ჩათვლით დაერქნებით პირად ურთიერთობებში მეტად ინტუიციას. ის მოგცემთ ზუსტად აი იმის სწორი მოქმედების შესაძლებლობას და აქვე აღნიშნოთ, რომ 12-17 აპრილი აქ რაც მეტად კომპლიმენტებს ეთქვით ერთმანეთს მოეფერებით, მით მეტად სასიკეთო წარიმართება ეს ურთიერთობა. აი 18-19 აპრილი ძალიან კარგია მათ შორის საქორწინო ურთიერთობებისათვის, დაუშვათ იქ ოფიციალური რეგისტრაციისთვის და ასე შემდგომ. ყოველ შემთხვევაში ამ თვალსაზრისითაც საკმაოდ კარგია იგი. მთლიანობაში. ეხლა ვისაც აქვს განზრახული კურნალობის დაწყება. ნოდი აღნიშნოთ, რომ ესე იგი 19 რიცხვამდე რა ტენდენციები აქვს პირველში. კურნალობის დაწყება უახლოესი 2 კვირის განმავლობაში 19-მდე სანამ ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს. კარგია 10-ში, 14 აპრილს, 15 და 19 აპრილს ეს დღეები ყველაზე კარგია. არ ვარგა 6 აპრილი და 16 აპრილის დღეები. დანარჩენი დღეები საშუალოა ნეიტრალურია. ნუ საშუალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ კარგ დღეს ვერ ახერხებთ. რაც შეეხება სამსახურის შეცვლას, ყველაზე კარგი იქნება უახლოეს პერიოდში 8 10 აპრილი, 13, 15, 19 აპრილის დღეები. და არ ვარგა ერთ-ერთი ხვალინდელი დღე 6 რიცხვი. დანარჩენი ნეიტრალური დღეები. ხელშეკრულებების დასადებად ყველაზე კარგია 8, 9, 10 აპრილის დღეები, 13, 14, 15, 18, 19 აპრილის დღეები. და არ ვარგა აქ 6, 7, 12, 17 აპრილის დღეები. რაც შეეხება 17 აპრილს, ესე იგი 17 აპრილი ახალმთვარეობაა, ჩემო კარგებო, ეს პარასკევი დღეა და ახალმთვარეობის ეს დღეს ეცადეთ რომ ცოტა ფრთხილად წინდახებულად გაიაროთ ყოველ მხრივ, იმიტომ რომ იცით რომ ცოტა რთული დღეა. ეხლა რაც შეეხება უკვე ქორწინებას, კარგია ქორწინებისთვის, მაგალითად 8 აპრილი, 9 აპრილი, კარგია 13, 14, 18 აპრილის დღეები, არ ვარგა 7, 6 6 რიცხვიც არ ვარგა, 7 აპრილიც არ ვარგა, 12, 15, 17, 19 აპრილის დღეები. რაც შეეხება ბინის ყიდვა გაყიდვა სახალ ბინაში გადასვლას, ყველაზე კარგია 10 აპრილი, 14, 15, 16 აპრილის დღეები და 19 აპრილი. არ ვარგა 6 და 13 აპრილის დღეები. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის ყველაზე კარგი იქნება 7 აპრილი, სხვა შორის 8 აპრილის კარგია, 12, 13, 16 აპრილის დღეები. არ ვარგა 6, 11, 15, 19 აპრილის დღეები. მსხვილი საყიდლებისთვის კარგია 6 აპრილი, 9 აპრილი, 11, 14, 16 და 18 აპრილის დღეები. არ ვარგა 8, 10, 13, 15, 17, 19 აპრილის დღეები. სასამართლო პროცესების დასაწყებად კარგია 8, 9, 11, 13, 14, 16 აპრილის დღეები და არ ვარგა 6, 12, 17 აპრილის დღეები. ეს ის ტენდენციებია, რომლის დროსაც უახლოესი 2 კვირის განმავლობაში კარგი ამა თუ იმ მოქმედების გაკეთება ან არ ვარგა დავუშვათ, ხო? ეხლა რაც შეეხება უკვე ჩვენს საფინანსო, ასე ვთქვათ, რიტუალებს, იცით ეს რიტუალები, რომლის ველობისას თქვენ შეგიძლიათ ამა თუ იმ მოქმედებით მოიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი და ფინანსური შესაძლებლობები და ამ თვალსაზრისით უფრო წარმატებული იყოთ. აი რა მოქმედებები უწყობენ ხელს ამას და რა არ უწყობს ხელს. მაგალითად, ხვალ 6 აპრილს კაპიტალ დაბანდება, თუ მithomდეს კარგად მოფიქრებული ექნება, გამართლებული მოიზიდავს ფინანსურ ეგრეგორს. ხვალ კარგია ფულის ვალში გაცემა აღება. მაგრამ ინვესტიციების გაკეთება მაინდამაინც სასურველი არ არის. 7 აპრილს ზეგ შეგიძლიათ სურფასეულობა ჩადოთ ლომბარდში. ეს მე ხელში უწყობს ხელშეულის ფინანსური ეგრეგორის გაძლიერებას, მაგრამ არ ვარგა უკვე ზეგ ვალის დაბრუნება. 8 აპრილს ნებისმიერ ქველმოქმედება იქნება კარგი და არ ვარგა აქ ამ დღეს საათის შეძენა. 9 აპრილს კარგია სარკის შეძენა, საიუველირო ნივთების შეძენა, მაგრამ არ ვარგა
ფულის ვალში გაცემა ან აღება, კრედიტის გაფორმება. 10 აპრილს კარგია ვალის დაბრუნება, მაგრამ არ ვარგა ინვესტიციების გაკეთება. 11 აპრილს კარგია კაპიტალდაბანდება, ფულის ვალში გაცემა ან აღება, კრედიტის გაფორმება და 12 აპრილს კარგია ძირფასეულობის ლომბარში ჩადება, მაგრამ არ ვარგა საკუთარი ფულის გადათვლა. ეხლა რაც შეეხება ანგელოზის საათს. იცით ეს ის დროა, რომელშიც თქვენ შეგეძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს ფარველ ანგელოზს და თხოვოთ, რა გინდათ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. თავარია, თუ თქვენ სწორეული ზედმეტი ხართ, ასრულებთ თქვენს კოსმიურ მისიას, მაშინ ეს თხოვნა აგისრულდება. თუ ის რომ თქვენ გააგონებთ თქვენს ფარველ ანგელოზს, რა გინდათ, ეს უდაოა ამ პერიოდებში. აქ გაქვთ ყველაზე ძლიერი კონტაქტი მასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის რო გაიგებს, ის შეგისრულებთ და არა. აქ რასკვლელია გადაიხედება მთელი თქვენი კარმული ვალები და ამისთან მიხედვით, თუ გეკუთვნით კი ბატონო, თუ არ გეკუთვნით, ვერ მიიღებთ ამას. ამიტომ ეს ტენდენციები აქ კატეგორიულია, ზოგიერთ ადამიანს აუხდათ ჩემს ირგვლივ, ზოგიერთს არა. რასკვლელია, ამიტომ ეს ინდივიდუალურად უკვე იმის დამიხევით, თუ რაოდენ სწორად ან არასწორად ცხოვრობს ადამიანი, თორე ხა ყველას უნდა რაღაცა თხოვოს. მაგრამ ეს თხოვნა უნდა იყოს ადეკვატური იმისა, რასაც იმსახურებთ. და არა მარტო ის რაც თქვენ გინდათ. აი ესაც გავითვალისწინოთ. ეხლა ხვალ რა დრო გვაქვს ჩვენ ასეთი, როცა ჩვენ შეგვიძლია ესეთ ახლო კონტაქტში შევიდეთ ფარველ ანგელოზთან, სხვა შორის ლოცვისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ეს. დილის 8 საათიდან 26 წუთიდან დილის 9 საათამდე 13 წუთამდე გვაქვს ანგელოზის დრო. შვიდში სამშაბათს დღის 11 საათიდან 14 წუთიდან დღის 11 საათამდე 59 წუთამდე. 8 აპრილს ეს არის ოთხშაბათი დღე 12 საათიდან დღის 12 საათიდან 8 წუთიდან დღის 12 საათამდე 54 წუთამდე 9 აპრილს დილის 7 საათიდან 53 წუთიდან დილის 8 საათამდე 39 წუთამდე 10 აპრილს დილის 9 საათიდან 32 წუთიდან დილის 10 საათამდე 17 წუთამდე 11 აპრილს ჩვენ გვაქვს ეს უკვე შაბათ დღეს 13 საათიდან 5 წუთიდან 13 საათამდე 51 წუთამდე და 12 აპრილს შემდეგ კვირა დღეს დილის 8 საათიდან 51 წუთიდან დილის 9 საათამდე 28 წუთამდე. ეს არის ანგელოზის დრო, ანგელოზის საათი. ეხლა ჩვენ რადგან უკვე ფაქტობრივად არ გვჩება დრო, მე სხვათა შორის მინდოდა დაწყება რა დღეს ვერ მოვასწრებთ უკვე ამას დროის უკოლობის გამო, მაგრამ ალბათ შემდეგი 19-ში შევხვდებით ერთმანეთს იქ ვისაუბრებთ, ალბათ მინდა პროფცლად ვისაუბრო გეომაგნიტური დღეების მნიშვნელობაზე და საერთოდ რა არის ეს გეომაგნიტური დღეები, აი ამის ირგვლივ ეს თემა გარკვეულწილად და პროფცლად გაგაცნოთ. ნუ ალბათ ეს 19-დან მეტად. ხვალ-დილით ჩვენ შევხვდებით და შევხვდებით ჩვეულებრივ რეჟიმში 11 საათზე დილით ტელეკომპანია კავკასია გაემეორებს ამ გადაცემას, მე დაედება YouTube-ზე და ასევე Facebook-ზე. და მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონ მაკაბერიძეს, რომ არა მარტო ეს გადასარევი გამოცემები გამოუშვა მან და ეს სწორედ მისი დამსახურება ასტროლოგიური ლიტერატურა, არამედ ის ხელს უწყობს, რომ აი სწორედ Facebook-ზეც და YouTube-ზეც დაიდოს ჩვენი ეს გადაცემები. კიდევ ერთხელ მადლობას უხდი მას და ამასთან ერთად კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნოთ, რომ ხვალ-დილით თქვენ შევხვდებით და იმის შემდეგაც ალბათ თავისთავად 15 წუთი რო აკლია დაახლოებით 9-ს. დილის ეთერში ტელეიმედისა, შემდგომ უკვე შევხვდებით ერთმანეთს 20 წუთზე 10-ისა რადიო ემედში და დილის 10 საათზე იცით თქვენ პოსტივის დილის გადაცემაში. ამის გარდა დაახლოებით, ნუ ეხლა ალბათ არ შევხვდებით რუსთავი 2-ზე, იმიტომ რომ წითელი პარასკევია და შეიძლება გადაცემა არ იყოს, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ნუ თქვენ იცით რომ ჩვენ დაახლოებით 3:30-ზე დღის გადაცემაში გვაქვს ურთიერთობა რუსთავი 2-ზე, მაგრამ ამ კვირას შეიძლება არ იყოს ეს გადაცემა და იქით კვირას იყოს. რაც შეეხება რადიო ფორტუნას, იგი ყოველ დილით 3-ჯერ დღეში მოგაწვით ინფორმაციას დაახლოებით 15 წუთი რო აკლია 9 საათს 11 საათის დროს რადიო ეთერი და ხართ გაფრთხილებული შეიარაღებული იმ კვირის თალკეული დღეების ასტროპროგნოზს უსმენთ იქ და ამისთან ერთად ხუთშაბათს თქვენ იცით რომ ასევე დილის 9 საათზე პოსტივის დილის გადაცემაში ჩვენ ხვდებით ისევ ერთმანეთს. და იცით რომ ჩვენ ის შემდეგი შეხვედრა მოხდება 19 რიცხვში, ესე იგი შემდეგ კვირას არა და იმის შემდეგ კვირას ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ისე ჩვეულებრივად 16 საათს. კიდევ ერთხელ წინ მინდა მოგილოცოთ აღდგომის მყინვარი დღესასწაული, რომელიც შემდეგ კვირას გვეუდება და ყველას მინდა გისურვოთ
ყოველივე კარგი, ჭამთელობა, ბედნიერება, სიხარული და დედის სიყვარული. Ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილები დღეს ამით გემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისათვის. მომავალში ხვდებით.